გამარჯობა, 14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა. ხარ თუ არა ქართული ენის ნამდვილი დიდოსტატი, მოდი ერთად გავარკვიოთ. გთავაზობ ვიქტორინას და თამაშის წესები ასეთია. გადანაწილდით მცირე ჯგუფებში, აიწიეთ ხელი და ისე დააფიქსირეთ პასუხი, იმუშავეთ გუნდურად და შეთანხმდით საბოლოო პასუხზე, გირჩევთ ჩაიწეროთ სწორი პასუხები, მიიღება მხოლოდ დაწერილი პასუხი და ამიტომ და ერთ შეკითხვაზე ფიქრის დრო 1 წუთი იქნება. გისურვებთ წარმატებებს. სულ 15 შეკითხვაა. პირველი, რამდენი ხმოვანია ქართულ ენაში? სწორი პასუხი ქართულ ენაში 5 ხმოვანია. და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. მეორე, რომელი მეფის სახელს უკავშირდება ქართული ენის გავრცელება? სწორი პასუხი ქართლის იბერიის მეფის ფარნავაზ პირველის სახელს. მესამე, გამოცანა. ერთ ფეხზე შეკუნტულია, ქუდი ხურავს თავზე. ტყეში უთვალავს შეხვდები, უფრო ნაწვიმარზე. სწორი პასუხია სოკო. მეოთხე, გაიმეორე ენის გასატეხი სამჯერ. თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა. რაც უფრო სწრაფად მოახერხებ, მით უფრო სახალისო იქნება. მეხუთე, დაასრულე ანდაზა, როცა გშია ზაქარია, ცივი მჭადი ჩაქარია. იმედია სწორად გახსოვდა. მეექვსე, დაწერე სიტყვა ლამაზის 2 სინონიმი. თუ 2-ზე მეც მოიფიქრებ, მიიღებ დამატებით 1 ქულას. ლამაზ ძალიან ბევრი სინონიმი აქვს და აქ მცირე მათგანი დავწერეთ: მომხიბვლელი, მშვენიერი, კოხტა, მიმზიდველი, თვალწარმტაცი, დახატული, კალმით ნახატი და ასე შემდეგ. შენ უფრო ხშირად რომელ კომპლიმენტს გეუბნებიან ხოლმე? მეშვიდე, მოცემულ წინადადებაში იპოვნე ბარბარიზმი და შეცვალე სწორი შესატყვისით. წინადადება, ფეხსაცმლის შნუროკი გამეხსნა. შეგიძლია მხოლოდ შესწორებული სიტყვა ჩაიწერო და არა მთლიანი წინადადება. სწორი პასუხია, ფეხსაცმლის თასმა გამეხსნა და აუცილებლად ეცადე, რომ არ გამოიყენო ბარბარიზმები. მერვე, მოცემულ წინადადებაში იპოვნე ბარბარიზმი და შეცვალე სწორი შესატყვისით. მასწავლებელო, შემიკრავს მეიკას? სწორი პასუხია, მასწავლებელო, შემიკრავ ელვა შესაკრავს? მეცხრე, დაასრულე ანდაზა, ავი ძაღლი, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო. ეს არის სწორი პასუხი. მეათე, რომელია ქართული ანბანის მე-11 ასობგერა? ლასი ქართული ანბანის მე-11 ასობგერა არის და საინტერესო გახლავთ ის, რომ ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვს 30-ს. ხოლო მხედრული, ესე იგი რომელ ანბანსაც ახლა ვიყენებთ, 4-ხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა 3 ხაზში თავსდება. და სხვადასხვანაირად იწერება, როგორც ხედავ. გამოიცანი რებუსი. სწორი პასუხია გულთმისანი. ესე იგი ის, ვინც წინასწარ გამოიცნობს მომავალს. წინასწარმეტყველი. მე-12, გამოიცანი, რომელი ხმოვანი აკლია სიტყვას. კარგად დააკვირდი, 2 ცარიელი ადგილია, მაგრამ წერია ხმოვანი. და ეს არის კელაპტარი, იგივე დიდი ზომის სანთელი. მე-13, მე გეტყვი სიტყვას, შენ კი მისი ანტონიმი მითხარი. სიტყვა შიშარა. მისი ანტონიმია უშიშარი. მე-14, 30 წამში ჩამოწერე რაც შეიძლება ბევრი სიტყვა, რომელიც იწყება ასობგერა მ-ზე.
და ბოლოს მე-15 მოიფიქრე ორი გზა, თუ როგორ გაუფრთხილდები ქართულ ენას, ჩვენს დედაენა ქართულს. იმედი მაქვს აღმოაჩინე, თუ როგორი მდიდარია ქართული ენა და კიდევ რამ გვაქვს სასწავლი. დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებას და აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი.